საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯუენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ამ მიმართულებით კლინიკაში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის, დიუშენის და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისათვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებას უზრუნველყოფს. მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად განიხილა ნერვკუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტების მომსახურებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები. მინისტრის განცხადებით, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული კარდიოლოგიური კლინიკის ჩართვა ამ პროგრამაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიაწვდის მომსახურებას პაციენტებს, რომლითაც ჭირდებათ ეს მომსახურება და ეს გულისხმობს მაგალითად დიუშენის ან კუნთოვანი ატროფიის ან ეგრეთ წოდებული ბეკერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის ამ პაციენტების მკურნალობის თვალსაზრისით. იმავდროულად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებით, რომელიც გაჩნდება მაგალითად გულის თანდაყოლილი მანკის კურნალობის მიმართულებით დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ჯუენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გააკეთა განაცხადი ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ და ჩვენ მზადა ვართ მოვემსახუროთ ასეთ ბავშვებს ამბულატორიულ სექტორში. არა მარტო საბავშვო ასაკში, არამედ 16 წლის ზემოთაც.